ეროვნულ კონსერვატორულ საზოგადოებას ქართველი ერის შემადგენელი ნაწილისა მოგმართავთ. გაუსწორეთ რეალობას და სიმართლეს თვალები და იქნებით ტენდენციურები. თვალში ნაცარს გაყრიან ეგრეთ წოდებული ეროვნულ კონსერვატორები, პატრიოტთა ალიანსი, ალტიფო თუ სხვა კონსერვატორული ძალები საქართველოში. რეალურად ფულის კეთებაზე არიან გადასული და მათი ანალიტიკა და მათი ანალიტიკა არის ნოლის ტოლფასი. გუშინ წინ TikTok-ზე მახარაძე ქარდავა და ლიდერშიპი, ალტიფოს ლიდერშიპის იმას უსმენდი, რომ ვითომ და რუსეთმა გაიმარჯვა და ამას გაუწყებდნენ თურმე 3 წლის წინ. არა და ყველას კარგად გვახსოვს, ხო? მარტინენკო, მახარაძე და ქარდავა, როცა პირდაპირ ეთერში 3 დღეში გვიწინასწარ მეტყველეს რუსეთის ბოროტების იმპერიის გამარჯვება. რუსეთის ბოროტების იმპერია, რომელიც ბირთვული სახელმწიფოა, ნომერ 3 შეიარაღებული ძალები მსოფლიოში. ჩინეთის ფინანსური მხარდაჭერისა და ტექნოლოგიური მხარდაჭერის გარეშე, ირანისა და ჩრდილოეთ კორეის მიწოდებული შეიარაღების გარეშე რეალურად არაფრის ტოლფასია დღეს და დღესაც არ აქვს გამარჯვებული უკრაინაში. რომელ გამარჯვებაზე გველაპარაკებიან, მაგრამ დავანებოთ რუსეთსა და უკრაინას. მოდი ჩვენ საქართველოზე ვილაპარაკოთ. რასაკვირველია LGBT-ს მარშების ჩატარება საქართველოში, ეს ჩვენი ჭეშმარიტი რელიგიის, ჩვენი სარწმუნოების მართლმადიდებლობის შეურაცხყოფაა, მაგრამ ის არ არის შეურაცხყოფა, როდესაც ქართული ოცნების მიერ ჩვენი მიწაწყალი უცხო ტომელებზე განუსაზღვრელად სხვისდება. ეს არ არის ჩვენი ქრისტიანობა, ჩვენი ჭეშმარიტი სარწმუნოების შეურაცხყოფას, რომ თითეული გოჯი მიწა, რომელიც ქართველი მოწამეებით არის, ქართული სახელმწიფოებრიობისთვის შეწირული გმირებით სისხლით არის გაჟღენთილი. იმაზე ერთი აქცია არ ჩატარებულა, იმიტომ რომ სახელმწიფო უშიშროების სამსახური არ აძლევს და 80 ოფისი ჰქონდათ გახსნილი სამხარეო, სადაც პირველად ორგანიზაციებს 3000 ლარი ჰქონდათ ხელმძღვანელებს ხელფასი. საიდან, როგორ დაფიქრდით ქართველნო? გონს მოვეგოთ და აი